მოგესალმებით დილომშვიდობის კიდევ ერთხელ მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა დაგვიანებული პრინციპში არის მაგრამ თან არ არის იმიტომ რომ კიდევ ერთი არჩეულებრივი სტუმარი უნდა წარგიდგინოთ და საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ნინო პოტრუშევსკაია საქართველოს ეროვნული ლოტარიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ლოტარია წლის შეჯამება უნდა განვიხილოთ მოგესალმებით მოგესალმებით ახართ ჩვენთან ერთად ნამდვილად ერთად განვიხილავთ ამ საინტერესო სახალისო მოცემულობას რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში ემოციებთან დაკავშირებული ეს მოცემულობა მაინტერესებს ემოციები არის ისეთი ემოციები რომ ხანდახან გონია რომ ფიქრობთ ხოლმე რომ ჩვენ თვითონ ხო არ მოვიგეთ ეს თანხები ისე გვიხარია თითოეული ადამიანის გაბედნიერება და სიხარული და ჩვენ ვიძახით ხოლმე რომ ვართ კომპანია რომელსაც ადამიანებთან მიაქვს ბედნიერება სიხარული და დადებითი ცვლილებები ამაზე მეტი სიხარული და ბედნიერება არ ვიცი შეიძლება როდესაც მივდივართ მოგებულებთან ოჯახში და უნდა გადავცეთ მოგებული თანხა მაგალითად 20,000 50,000 100,000 და მე აქ კიდევ სხვა ციფრები მიწერია დიახ ეს არის საინტერესო ძალიან დიდი ბედნიერება და ჩვენ ვართ კომპანია რომელსაც მოაქვს ბედნიერება ადამიანებისთვის ცხოვრება საუკეთესო ეს 2025 წელი თქვენთვის იყო განსაკუთრებული იმიტომ რომ ყველაზე დიდი გაცემა მოხდა რამდენადაც ვიცი არ ვიცი რამდენად სწორად მაქვს ეს ინფორმაცია სხვა წლებთან მიმართებით თუმცა თუ არ ვწდები 2 მილიონი თუ მე არა რას ამბობთ მართლა არა გაცილებით მეტი 2025 წელს ბოდიში ჩვენმა კომპანიამ საქართველოს ეროვნული ლოტარიამ მოგების სახით გასცა მეც წამოვიღე ჩანჩინო იმ ხელა ციფრებზეა საუბარი არ მინდა შემეშალოს 23 მილიონ 394,798 ეს ის თანხა რომელიც ჩვენმა მოგებულებმა მოიგეს მიიღეს შეიტანეს საკუთარ ოჯახებში შეცვალეს საკუთარი და ოჯახის წევრების ცხოვრება დადებითისკენ და მეტი დადებითი აღარ ვიცი რა შეიძლება ერთი ადამიანის ყველაზე დიდი გაცემული თანხა რა იყო ეს ადამიანი ქონდა საკმაოდ დიდი მოგება დაფიქსირდა 6.42 ეს არის ტირაჟიანი ლოტო რომელიც კვირაში ორჯერ ტარდება ამის გათამაშება სამშაბათს და პარასკევს და წელს ჩვენ გაგვითამაშდა ჯეკპოტი, ამასაც კარგად ნახავ, იმიტომ რომ ეს თანხაც არ შემეშავს. 2,66,059 ლარი მოიგო ბატონმა იუზა გეწაძე. თუმცა კაპტონინო ეს არ იყო პირველი მილიონერი, ხო? თქვენს ისტორიაში, მე რამდენი მილიონერი? ეს იყო მესამე მილიონერი. პირველი მილიონერები ყავდნენ ოჯახი ბათუმიდან, მამაშვილი. მეორე მილიონერი გახდათ ქალბატონი თბილისიდან და მესამე მილიონერი თუმცა ყველაზე დიდი ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა წელს ზაფხულში და მისი მფლობელი გახდა ბატონი იუზა გეწაძე. ან მართლა ზღაპარი ერთ დღეს იღვიძებ და იარსაიდან ხდები მილიონერი. კი ბატონო, ზოგადად კაპტონინო აი რაღაცნაირად ჩვენს წინა სტუმართან ერთადაც შევაჯამეთ თვითონ კომპანიის 2025 წელი, აი თქვენი კომპანიისთვის როგორი იყო 2025 წელი და რა შეგიძლიათ თქვა? ჩვენი კომპანიისთვის 2025 წელი იყო განვითარების წელი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ჩვენი კომპანია ვითარდება. აი ეს განვითარების წელი მოიცავს ახალი თამაშების დანერგვას, ქსელის გაფართოებას, გაყიდვების ქსელის გაფართოებას. და მომდევნო წლის სტრატეგიის დაგეგმარების მიმართულებითაც იგეგმება ახალი ძალიან საინტერესო თამაშების ბაზარზე გამოყვანა, ქსელის გაფართოება, ასევე და ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად გავხადოთ ლოტარიის ბილეთები ხელმისაწვდომი და ასევე გსურს რომ რაც შეიძლება ბევრი გათამაშებები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს და გაუზარდოთ შანსი რომ კიდევ უფრო ბევრი მოგება დაფიქსირდეს და მომავალ წელს თქვენთან რომ ჩვენ მეწლიური ანგარიშით მოვა თქვა რომ 23 მილიონი რაღაც ლარი კი არ გათამაშა გაცილებით მეტი
თუმცა 23,314,000 ლარის გაცემა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულოა. ეს ნახა, როგორც უკვე აღნიშნე, შედის ოჯახებში. ხმარდება ეკონომიკის გაუმჯობესებას ქვეყანაში და სრულიად რადიკალურად იცვლება მათი ცხოვრება. ინა ძალიან საინტერესოა, ხო, ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომ მე ვინ მომცა მაგის ბედი, მეცხოვრებაში არაფერი მომიგია, რაღა ეხლა მოვიგებ და მით უმეტეს სკეპტიკური დამოკიდებულებები მასიურად საზოგადოების მხრიდან გათამაშებების მიმართ არის მით უმეტეს მაშინ, როდესაც რაღაცა ესეთ ყოველს რომ დახევსაზე საუბრობთ და საინტერესოა იმ მოგებული ადამიანების განცდები, რომლებიც შემდეგ თქვენთან მოდიან, თავიანთ შეგრძნებებს გიზიარებენ, რას ამბობენ და რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს არ გადაუდგავს დაბიჯი და ლატარია არ მოუგია. გამოთქმაც არის ღმერთო ლატარია მომაგებინეო და მაშინ უნდა ითამაშო, ხო? ხო და ესეთი სლოგანიც არის ჩვენთან, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ვაკვირდები ამდენ მოგებულს, თავარი ხაზი მოგებისკენ არის ის, რომ ისინი აწყვეტენ თამაშს, წლები. შეიძლება რომ წლებიც ყოველ გათამაშება სისტემატურად თამაშობენ, ავსებენ ციფრებს, მომენტალურ ლატარიას გადასაფხეკს რაც შეეხება, ყიდულობენ, თან მით უმეტეს ყველა საცალო მარკეტში იყიდება და ყველგან ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით და ანუ ეს სისტემატურობა იძლევა შემდეგ შედეგს. ადრე თუ გვიან აუცილებლად ყველას უმართლებს და აუცილებლად დიდი მოგების თანაზიარები ხდებით მე ჩვენ და გვიხარდეთ. თავარი არ დამებდეთ, ანუ თამაში უნდა აქციონ ტრადიციად და ადრე თუ გვიან მათ იღბალი ესტუმრებათ. აი რა ხდება ხოლმე უშუალოდ თქვენთან კომპანიაში, მაშინ, როდესაც იგებთ რომ მილიონი თუნდაც გათამაშთ. აი შიდა სამზარეულოს ამბებიც რომ მოგვიყვეთ. პირველ რიგში, როდესაც გავიგებთ ხოლმე მილიონი რომ გათამაშო, გვაინტერესებს ვაიმე ნეტა ვინ მოიგო, ვინ არის, როდის გამოჩნდება და მთელი კომპანია ველოდებით როდის გამოჩნდება ჩვენი ახალი მილიონერი, ჩვენ ადრე კამპანიაც ჰქონდა, პირველი მილიონი რომ გათამაშდა და ბათუმში მამაშვილმა მოიგო, მოკლედ რაღაც გარკვეული პერიოდი არ ჩანდნენ. აი თან დავიწყეთ კამპანია ჩაუშვით, იძებნება მილიონერი, გავაკარით პოსტერები, სატელევიზიო გადაცემები, გავაკეთეთ და გამოჩნდნენ ადრე თუ გვიან ერთი კვირის შემდეგ ეს ჩვენი მილიონერი მამაშვილი და ვიყავით უბედნიერესები. ну პირველ რიგში არის ინტერესი, რა თქმა უნდა, მოლოდინი, შემდეგ ჩვენთან ცხელ ხაზზე რეკავს მოგებული და ვამოწმებთ, არის თუ არა მოგება, ბილეთის ვალიდირებას ვახდენთ და როდესაც დადასტურდება ეს მოგება, აი კოლ-ცენტრის თანამშრომლები და დაწყებული დირექტორი დამთავრებული ტელეფონში. ყველა ისეთი ბედნიერები ვართ, მე მიდის დაგეგმარება, როგორ უნდა გადავსეთ, რა ვითარებაში და ვიბარებთ ოფისში ამ ჩვენ მოგებულებს, ხდება გაცნობა, კომუნიკაცია. აი უკავშირი როგორია ხოლმე, აი მათი ემოციებიც. სხვათა შორის ისეთი დაბნეულები არიან. ხო, გაუჯერებელია მართლა. ემოციები თავიდან არ აქვთ, აი არ ჯერათ, მათ თავს რა მოხდა და ნუ არ აქვთ ეს ემოციები და ჩვენ გვიკვირს ხოლმე რომ აუ რატო არ უხარიათ, რა ხდება? და მე უკვე ნელ-ნელა მოდის ეს სიხარული გააზრება, ნუ რა ხდება, რა შეიცვალა მაცხოვრებაში და ნუ მე რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერები ნაბიჯი. მართლა გუცხოთ მაინტერესებს. აი გადასაფხეკიდან მართლა შეიძლება, მაგრამ ისე სკეპტიკურად ვუყურებთ ეს ხარა. აი მე ხა გეტყვით ეს არის მათემატიკა ხომ, ზუსტი მეცნიერება. ანუ აქ მაქვს ციფრები და გადასაფხეკიდან ახლა რამდენია მოგებული 2025 წელს 23,314,798 ლარი ხომ არის თლიანი მოგება და აქედან გადასაფხეკების წილი არის მოგება 19,077,972 ლარი. დივარ და ყველა მიყიდულოთ გადასაფხეკ ბილეტს. წელს გადასაფხეკებში ყველაზე დიდი მოგება გათამაშდა ნახევარ ლიმონში, ესეთი მომენტალურ ლატარია გვაქვს ნახევარ ლიმონი, სადაც მაქსიმალური მოგება არის 9,5 მილიონი ლარი.
და წელს ნათელა კბილცეცხაშვილმა ქალბატონმა ნათელამ ძალიან საყვარელმა ქალბატონმა მოიგო 100,000 ლარი. აი მე რა მაგარია. რა საოცრება. ანუ მართლაც რაღაცა აბედნიერებთ ადამიანებს ძალიან დრამატული იყო ეხლა წინა საახალწლოს თქვენი სტუმრობა. რაღაც სტიმული მომეწამე. თან წარმოგიდგენე წინა საახალწლოთ როცა იგებდი როგორიც არის ნამდვილად ჯადოსნური ახალი წელია ნამდვილად. ჩვენ ქონია შემთხვევა რომ წინა საახალწლოთ საკმაოდ თიოდა დიდი თანხა მოუგიათ ჩვენ მომხარებლებს და ძალიან ბედნიერები იყვნენ ამით. ხო, იცი რა, როდესაც უკვე უშუალოდ ადამიანი ყვება დეტალებს, ვინც ჩართულია ამ ყველაფერში. მე უკვე ადვილია, რომ მართლაც დავიჯეროთ, რომ სასწაულები ხდება. არა, ესეთი ხელშესახები ინფორმაცია არ მქონია არასდროს და ახლა კიდე სხვა თვალით შევხედე. კი ბატონო, ნინო, მოდით, აი ჩვენნაირ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გამართლებია და რაღაცა ცოტა ხანდახან გვეპარება ხოლმე ეს სკეპტიკური განწყობა, რომ აი არასდროს მომიგია და რაღა ეხლა მოვიგებ. აი ვუთხრათ რამე სტიმულის მომცემი, რომ 2026 წლიდან გადავდგათ ეს ნაბიჯები და უკვე აქტიურად ჩავერთოთ ლოტარიის ყველა ადამიანს განეცადოს მოგების სიხარული. მოგების სიხარული დამოკიდებულია თამაშზე, თამაშის სისტემატურობაზე. არ უნდა დანებდეთ. აი არ გამიმართლებს და მე ვინ მომაგებინებს არ არის ეს. ნამდვილად. სწორი მიდგომა და მართალი უნდა ითამაშოთ სისტემატურად. და ადრე თუ გვიანა მერწმუნეთ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვისაც ოდესმე დიდი თანხა მოუგია და ვეკითხებით ხშირად თამაშობთ ლოტარიას ყველას პასუხი არის რომ კი წლებია ვთამაშობ. ანუ სტაბილურად არიან ადამიანები რომლებიც სტაბილურად ერთხელ ვიყიდე გადავხიკე და შევიდნენ ხურდამორჩათ ამ ხურდის სანაცვლოდ გადასაფრთხე კი ლოტარია იყიდეს იქ ლოტოს ბილეთი შეავსეს და ეს სისტემატიზაცია იძლევა ყველაფერში რა თქმა უნდა და მით უმეტეს ლოტარიის თამაში დიდ შედეგს. მე ძალიან მომედა ეხლა რომ გამოვცადოს რომ გადაფხიკო და მოიგო აუცილებლად უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ რაღაცა აზარტში ჩავარდი ეხლა ამ ყველაფრის მერე. იგებს ისმის თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას და აქციეთ თამაში ტრადიციად და იღბალი აუცილებლად ადრე თუ გვიან გესტუმრება. და თა როგორც გითხარით, კიდევ მეტი სიახლით იქნებით 2026-დან წარმოდგენილი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ უსაფრთხო აზარტია. ხო, და უსაფრთხო აზარტია ჩვენ გახლავთ სახელმწიფო ლიცენზიენტები და შესაბამისად ეს არის უსაფრთხო და ჯანსაღი და შედეგიანი აზარტი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ნინო პოტრჟებსკაია საქართველოს ეროვნული ლოტარიის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ ჩვენი სტუმარი, ესეთი ხალისენდე წინასახელსო განწყობა შევიქმნით. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ მაყურებელსაც, რომ იყო ჩვენი სრული 2 საათი ჩვენთან ერთად და ჩვენი დილის პალეტრა შაბათამდე გემშვიდობებით. აუცილებლად დაგემშვიდობებით, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ბიბლუსთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ ჩვენი ულამაზესი სტუდიის ამორთულობაზე სწორედ ბიბლუსმა იზრუნა და წინა საახალწლოდ გრანდიოზული და სუპერფასტაკლებებია ბიბლუსში წარმოდგენილი. გრანდიოზული და გრანდიოზული, იმიტომ დღეს კიდევ გავიგე რაღაც სიახლეები და ფაქტობრივად შეგიძლიათ მიხვიდეთ და უფასოდ წამოიღოთ საჩუქრად. რომ ესტუმრეთ აუცილებლად ბიბლუს, ჩვენს მაყურებელს კი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყო. ორ შაბათამდე ვემშვიდობებით. დროებით.